მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალტრის ეთერით, ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალტრა ნიუსის ეთერით. ეს პარასკევია, მე ვარ ჟურნალისტი ნერა პეტროველი, ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, ჩემი თანაწამყვანი, რომელსაც მივესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მსმენელებს. ხო, რუტაისურად დღევანდელი სიახლეები დავიწყოთ და მე თლიანად ზოგადი თემებიც გავარჩიოთ, ასე ვთქვათ, მთელი კვირის განმავლობაში რაც ხდებოდა და რაც ჩვენი აზრით საინტერესო იყო და იმსახურებს ყურადღებას. დღევანდელი ამბავი არის ის, რომ დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხლაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალი პაკეტი მიზანში იღებს უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის საქართველოსთან დაკავშირებულ მხარდამჭერებს. მაშინ როცა რუსეთის საომარი მდგომარეობა უარესდება, კრემლი უფრო აქტიურად ეძებს მარიონეტებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მის ომსა და პროპაგანდისტულ ოპერაციებს დაეხმარებიან. ორი ნავთობტანკერი დასანქცირდა ბათუმის ქართულ პორტში რუსული ნავთობის ტრანსპორტერებისთვის, როგორც შროვანი ფლოტის ნაწილი, გაცვეთილი და საშიში გემების ნაკრები, რომლებიც კრემლი სასოწარკვეთილად იყენებს ენერგეტიკული შემოსავლების შესანარჩუნებლად. ქართველი პოლიტიკოსი და მედია მაგნატი ლევან ვასაძე მიზანში ამოღებული თავისი პლატფორმების პრორუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებისთვის ბიზნესმენი ოთარ ფარცხლაძე, რომელსაც ფართო კავშირები აქვს რუსეთთან და ქართული ოცნების უმაღლეს დონეებთან, ასევე სანქცირებულია, ნათქვამია განცხადებაში პუტინის ომის მანქანა საერთაშორისო ქსელზეა დამოკიდებული ტყუილების გასავრცელებლად და ამ ქსელის დასაფინანსებლად კიდევ ერთ სასიცოცხლო ხაზს უწყვეტ საქართველოში და იმათ მიზანში ამოღებითა და შეკავებით, ვინც უკრაინაში რუსეთის უკანონო ომს ემსახურება. კრემლს ეჭვია უნდა ეპარებოდეს გაერთიანებული სამეფო გააგრძელოს პუტინის მხარდამჭერები ბნელი ქსელების გამოაშკარავებსო. წერია დიდი ბრიტანეთის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვრისპირა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტივენ დოუთის განცხადებაში. მოკლედ, ხო პირველი რიგში გამიჩნდა, რომ სად გაახსენდათ ახლა ლევან ვასაძე და არავის არ ახსოვდა მე მგონი ახლა, მაგრამ ეხლა მაგ თუ რამე აერთიანებს ის რომ ეს ორივე არის მკვეთრად გამოხატული რუსული ორიენტაციაზე. შეიძლება ეს რაღაცა სიგნალია ქართული ოცნებისთვის, საერთოდ მე ასე უყურებ, რომ აი ახლა იმიტომ იქ ისეთ რაღაცები წერია, რომ ვინც რაღაცა ეხმარება დეზინფორმაციის გავრცელება პრორუსული ნარატივები და ეგ შეიძლება ახლა ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მედიასაც მოარგო ჩვენივად, ხო? იგივე ირაკლი რუხაძეს და ახლავე შეეძლო, მაგრამ ეთყობა ჯერ რაღაც ასე დაიწყეს რა, შორიდან რომ აი ჩვენს გავარკვევთ. ფარცხლაძე პრაქტიკულად რუსეთშია და აქ არ არის და იქ ცხოვრობს რომანოვია კაცი გვარად უკვე. ნუ ლევან ვასაძე ხა კი არის, მაგრამ ნუ მაინც ახლა პოლიტიკურად აქტიური და რაღაც ესეთ ფიგურა არ არის. ნუ რაღაც თავისი რაღაც ჩარტვები აქვს ხოლმე მედია საშუალება. რაღაცებს ლაპარაკობს, ხანდახან უძლებასაც აკრიტიკებს უფრო პრორუსული და ისეთ კონსერვატიული პოზიცია. თიოჯერ სწორადაც გააკრიტიკებს ყოველთვის მე მოусმინე რაღაცაი ამ ქალაქ გეგმარების დამშენებლობების თვალსაზრისით, მაგრამ ნუ გასაგებია ალბათ უფრო მართლა გაფრთხილება არის ეს უფრო საქართველოს ხელისუფლებისთვის. კი ბატონო. ეს გეთახმება. ნუ მეორე ამბავი არის ის, რომ ამერიკიდან არის ესეთი ამბავი, ხა წავიკითხავ ამ ამბავს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმა ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშმარის არაღიარების შესწორების წინადადება წარადგინა. ძალიან მადლელი ვარ, რომ ჩემი ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება მიღებული იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია, წერს უილსონი. შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის არც ერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული. არც ერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არც ერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმისით, რომ აღიაროს ან სხვაგან იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში ქართული ოცნების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება, ნათქვამია შესწორებაში. არ ვიცი ხა ეს რამდენად გავა, იმიტომ რომ მეგობარი აქტი პალატაში გაიჭედა, კონგრესში შეიძლება ესეც გავიდეს, უბრალოდ სენატში გაიჭედა. როგორც ჩანს, ამის იმედი აქვს ქართულ ოცნებაში, ვოლსკი იძახის, რომ გამორიცხულია ასეთი უსამართლო რამ აღიარანო, ნუ შალვა პაპუაშვილი ტრადიციულად აგრესიულად და ირონიით გამოეხმაურა. ისელ ცხვარდა ბრალდა ის. არა, გერმანიის ჩამჯერად არ დააბრალა პაპუაშვილმა. გაირკვა, რომ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ ნახავს და ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდაო. ამბობს პაპუაშვილი, ამასაც იგივე ბედი ეწევა, რაც ყველა მტრულ წამოწყებას. ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. პაპუაშვილის განცხადებით ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ასეთი აქტივობისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული. ამას გამომუშავება სჭირდება. ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორი საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ.
წელიწადზე მეტია, რაც ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მტრული აქტის სხვადასხვა კაბინეტში ტრიალებს. გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს, ახალი იდეა მოუვიდა, რომ გამომუშავებული იყოს ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ერთადერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური, ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით, კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს, ამ ადამიანის კონსტრუქციას კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივი დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებასო თქვა ბატონმა შალვა პაპუაშვილმა. ხო, ნუ არ ვიცი ხა, ამას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, მაგრამ ფაქტად რჩება ის, რომ ამერიკის ხელისუფლება ჯერჯერობით ქართულ ოცნებასთან დაახლოებისგანაც თავს იკავებს. და მაგრამ არც კვეთრი ნაბიჯების გადადგმასაც მის წინააღმდეგ ჯერჯერობით ხო არ ჩქარობენ, ხედავთ კი ბატონო მართალია ეს მეგობარი აქტი დაპაუზდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ დღის სირათლე შეიძლება ვერ იხილოს, შეიძლება უბრალოდ გაიწელოს დროში და იხილოს, იგივე ეს ჩანაწერიც რა ბედი ეწევა მას არავინ არ იცის, მაგრამ ნუ არის ქართული ოცნება და მისი რაღაცა საერთაშორისო იზოლაცია უნდათ მათ მოსწონ თუ არ მოსწონ, შემდგარი ფაქტია. შემდგარი ფაქტი, ხა ამას მიიღებენ, არ მიიღებენ, კიდევ იმას დაასანქცირებენ, ფაქტია, რომ ეს წრე მათ ვერ გაარღვიეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდათ ამით, ნუ ხა ფაქტია, რომ ხა არჩევნები მე ამდენი ხანი გავიდა და არავის არ მიულოცია მათ არჩევნებში დასავლეთიდან არჩევნებში გამარჯვება თუ უნგრეთს არ ჩავდა. ასაკები ეგ ფაქტია. და ნუ ხო არსად არ იწოვენ, ხელს არ ართმევენ და ასე შემდეგ. ერთადერთი აქ რაც არის, რომ დროის გასვლასთან ერთად შეიძლება მე ნელ-ნელა შეიცვალოს სიტუაცია ქართული ოცნების სასარგებლოდ. შეიძლება არ შეიცვალოს. ნუ ეს ბევრამეზე იქნება. შეიძლება არ შეიცვალოს. ბევრამეზე იქნება დამოკიდებული. მე ჩვენება ერთი რამე, რა ამაზე ცოტა მოგვიანებით მინდოდა ლაპარაკი სხვა კონტექსტში, მაგრამ ბარემ ახლა ვიტყვი ამასაც. აი რამდენად პროტესტის და ოპოზიციური თვალთახედვით. რამდენად კარგია ეს იზოლაცია ჩვენ. ანუ რამდენად კარგია თუ საქართველოს ხელისუფლებას არავინ არ ცნობს. რეალურად არავინ არ არის, ეს რეალურად არის დასავლეთი. ანუ ამერიკა, ევროპა. და ხომ არ ubijgებს ეს უფრო მეტად იგივე ბიზნეს ევანიშვილს, ბოლომდე ჩაბარდეს მაშინ რუსეთს იგივეს, არა? ეს საფრთხე არსებობს, ახლა მოდი ვთქვათ, ახლა ამიტომ საფრთხე ყველაფერს აქვს. ყველაფერს ორი მხარე. კი, არა, თქმა უნდა, ხო. ამიტომ ეს მე სანქციების წინააღმდეგ კი არა ვარ. სანქციები უნდა იყოს მიზანმიმართული. ქმედება და ზეწოლა დასავლეთიდან უნდა იყოს მიზანმიმართული ისე, რომ არც თლად ქვეყანა ჩააგდო იზოლაცია. ადვილი არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი გადაწყვეტა, მაგალითად უვიზო რეჟიმი ახლა. ის რომ პოლიტიკური ძალები საქართველოს რომელიც ფიქრობენ, რომ უვიზო რეჟიმი ხელისუფლებას დააზიანებს, მე მგონია, რომ ხელისუფლებასაც დააზიანებს და ქვეყანას დააზიანებს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლებას. და თლად ასე ვთქვათ, ის რომ ჩვენ მაგალითად ევროკავშირი აღარ გვახსენებს საერთოდ, როცა ევროკავშირის გაფართოებაზეა ლაპარაკი, ამაში კარგი არაფერი არ არის. და რა თქმა უნდა ეს ხელისუფლების ბრალია, მაგრამ ეს არ აისახება ასე ვთქვათ რევოლუციურ განწყობებში ავტომატურად. იმიტომ რომ თუ ამ ევროპისგან ასე ვთქვათ იზოლაციამ არ გამოიწვია აქ სერიოზული პრობლემები ქვეყანაში, სოციალ-ეკონომიკური და ასე თუ ისე შენარჩუნდა რაღაც სოციალ-ეკონომიკური სტაბილურობა, მაშინ არავინ არ იცის როგორ იქნება და იგივე დასავლეთისთვის ის რომ მათი მოქმედება უფრო მიზანმიმართულად, უფრო კაფიოდ, უფრო კარგად აუცილებელია, ამას სულ ვიმეორებ, აქ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს კაფიო პოლიტიკური ალტერნატივა. ანუ იქ უნდა იცოდეს, იგივე ამერიკამ უნდა იცოდეს, იგივე საფრანგეთმა, ინგლისმა, გერმანიამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეს ხელისუფლება ჩამოიშალა სიტყვაზე, ან წავიდა თქვა ბიძინა ივანიშვილმა ერთვენი ერთ დღეს თქვა რომ წავედი მე და წავიდა სადღაც სეიშელის კუნძულებზე, გაიმგზავრა ან სადმე მოსკოვში თუ გით სულ ერთია სად. აქ ვინ მოდის? ეს არ ჩანს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი თავარი პრობლემა ოპოზიციის. ოპოზიციას ბევრი პრობლემა აქვს და შეგვიძლია ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრო. კი, მაგრამ ეს ყველაზე მთავარია. დაქსაქსულობა, ერთმანეთის ვერატანა, ყველას რო რაღაცა პირველობა უნდა, ნუ ეს არ ახალია ხო? ხო, ეს ბუნებრივია, ყველას უნდა რაღაცა პოლიტიკური ცხოვრება ეგეთია. თუ მე არა, მაშინ ჯობია საერთოდ არ იყოს არ არის კარგი. ხო და ნუ ასე შემდეგ. ეს არის ახლა ქართული ოცნება ისეთია თუ ასეთია,
ერთმანეთს დაერივნენ თუ არ დაერივნენ, ვიღაცები გაყარეს თუ გამოყარეს თუ რაღაცა, მაინც რჩება რაღაც ერთი გუნდი, რომელიც მონოლითია, მაინც ასე თუ ისე მიწინა. არ ვიცი ხა იქ ყარიბაშვილი თუ გაბედავს და დაუპირისპირდება და ლილუაშვილი და გომელაური, რომელსაც ხო იმაზე ყავთ ასე თქვა, ნიჩაბზე შემოსმული და დაჭერას უპირებენ, თუ გაბედავენ და ხმას ამოიღებენ, თორე შიგნით არიან ერთიანები, ერთი კაცი ან ორი რასაც იტყვის, იმას აკეთებს ყველა, ანუ დისციპლინა არის. ხო, ანუ ერთი მხრივ კი არის, შეიძლება ვიღაცები დასცინიან, რომ აი მონები არიან, ერთი კაცი რასაც იტყვის, იმას იმავზოს, მაგრამ მეორე მხრივ ეს დისციპლინას განაპირობებს. აქეთ მხარეს ახლა გასაგებია, რომ ყველა მოაზროვნია, ყველას უნდა რომ თავისი ფიქრობს, რომ თავისი იდეა სწორია, თავის მოსაზრება, ეს კარგია, ას და სხვადასხვა რაღაც მომენტში კარგია, მაგრამ რაღაც მომენტში მაგალითად ახლა ჯარში და მაგალითად ბრძოლის ველზე ას და სხვადასხვა არ არის კარგი. იქ მერიგით ერთი გენერალი უნდა იყოს და იმას უნდა ემორჩილება სხვა. გააჩნია სიტუაციას. ხო, როდის რა არის კარგი? როდის არის კარგი ერთი თავი, როცა იღებს გადაწყვეტილებას და მიდიხარ შეტევაზე მიდიხარ თუ სადაც მიდიხარ და ეს არის კარგი დებატები და ასთა სხვადასხვაობა. ამ სიტუაციაში რა არის კარგი ხო ოპოზიციაში? ეგ ძალიან დიდი კითხვაა. ერთ მომენტზე და ყურადღება გავამახვილო, რომელიც ნაკლებად არის ამაზე მსჯელობა არ მახსოვს ყოფილიყოს ჩვენთან საერთოდ. ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება 30 წელიწადში, პოლიტიკური გამოცდილება, პოლიტიკური ცხოვრების. მათ შორის ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება. მე პირადადაც მაქვს ეს გამოცდილება და ნებისმიერ ადამიანს, ვინც პოლიტიკურ ინტერესდება და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს ან თვალყურს ადევნებს, ეს გამოცდილება დაგროვილია. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ უნდა იბრძოლო ტოტალიტარული დამპალი უკვე ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, იგივე საბჭოთა კავშირი როგორიც იყო პერესტროიკის პერიოდში, უკვე შერყეული და მორყეული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ უნდა იბრძოლო ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში. ასე თუ ისე დადებითი თუ არ ყოფითი წარმატებული, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს გამოცდილება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ჰიბრიდული რეჟიმი იზრდება დიქტატურაში და ავტორიტარიზმში. აი ჰიბრიდულიდან დიქტატურისკენ მიმავალ თუ რომ მიდის ხელისუფლება, აქ როგორ უნდა მოვიქცეთ, ეს გამოცდილება არა გვაქვს. ასეთი შემთხვევა 30 წელი არ გქონია ჩვენ. კი გქონდა სააკაშვილის დროსაც იყო ძალაუფლების კონცენტრაცია, იმის დროს ეს რაც დღეს ხდება არ ყოფილა არასდროს, ხო? მაშინ სააკაშვილის დროსაც რო იყო ძალაუფლების კონცენტრაცია, მაშინ ძალიან რთული იყო მის წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ეს გამოცდილება ჩვენ ვიბრძვით სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გადამწყვეტი იყო ივანიშვილის გამოჩენა, ხო? ახლა სამ ივანიშვილი არ გამოჩნდა და ოპოზიცია ასე უთავოდ იყო. ვერაფერსაც ვერ აკეთებთ ახლა განსაკუთრებულად მაინც ვერაფერს ვერ აკეთებთ, ხო? არ იყო პლანი. ანუ სააკაშვილის დამარცხება ხო გამორიცხული იყო ბიზნესური 2012-ში კი ნამდვილად. ახლა მე რა მოხდებოდა გასაგებია. მანამდე 2007-8-ში უბრალოდ მაშინ მოხდა ისე რომ დასავლეთის მხარდაჭერა არ ქონდა ოპოზიციას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თორე რო ქონოდა ხო ეს რატო იცი? იმიტომ რომ სააკაშვილი მოიქცა ბრუტალურად. მერე სააკაშვილს ჭკუა ისწავლა, ახსოვს 2009-ში. და აქციები აღარ დაარბია, მერე თქვა იდექით აგე რუსთაველს რამდენიც გინდაო და საკნების აქცია რო იყო. ანუ ამით ჭკუა ისწავლა, მიხვდი და ოცნება ბუნებრივია იცის ეს გამოცდილება და ეხლა სააკაშვილივით არ იქცევა, ხო? რაღაც მომენტში როცა საჭიროა არბებს აქციებს, როცა საჭიროა აგერ მოთმინებით უყურებს და ამას აბალანსებს. ეს კი ამათაც დააგროვეს, მაგრამ ჩვენ ოპოზიციურ საზოგადოებაზე ვამბობთ. ჩვენ ვამბობთ, ეხლა ოპოზიციურ საზოგადოებაში წამყვანი რა ტენდენცია რა არის, რომ აქ უკვე შემდგარი დიქტატურა, ყველა ამას ამბობს. ძირითადად რაც ჩვენ გვესმის არის, რომ მორჩა, არაფერს აზრი არ აქვს, პოლიტიკა მოკვდა, ამათან პოლიტიკურ ბრძოლას აზრი არ აქვს, ესე იგი უპირისპირდება. ბიჭო, თუ ასია რეალურად პრაქტიკული ქმედებები, რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არ არის იმ თეორიის შესაბამისი, რომ აქ უკვე ჩელიაბინსკში ვართ და აქ უკვე დიქტატურაში ვართ. ეს არის მაინც ჰიბრიდული რეჟიმის შესაბამისი ქმედებები. წინასწარ ახლა სადგინახავთ, ახლა ჩელიაბინსკში ავა დავაანონსე ერთი. პუტინს დავაანონსოს ვიღაცამ, მოვალაგერი და გადაგაგდებ ერთია და ამა და ამ დღესო. რა მოვა იმას მეორე საათშივე. იმავე დღესვე დაიჭერენ. იქ ხო ეგ საერთოდ ახლა ხაბეიშვილი რა დიდი განსხვავება ხა იმავე დღეს არ დაიჭერეს, მაგრამ რამდენიმე ხანში დაიჭერეს. ხაბეიშვილი კი დაიჭერეს, მაგრამ მარტო ხაბეიშვილი. ანუ დიდი განსხვავება არ გამოდის რა. ხაბეიშვილი დაიჭერეს. იქ იმავე დღეს დაიჭერდა, ხაბეიშვილი ერთ პირაში დაიჭერეს. ხო არა რეალურად ამის ლიდერი არა, ასეთი. ისე ჩანდა ხა. ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს ახლა. იქ ადამ ბურჯულაძეც არის, იქ იგივე ნაცმოძრაობაც არის, სხვებიც არიან. ადამ ბურჯულაძეს იმდენ საფრთხეს არ აქვს. აქტივისტებიც არიან, მოკლედ ბევრი არიან რა, არ არის ასეთი ერთი გამოკვეთილი ლიდერი. არა, გამოკვეთილი იყო ხაბეიშვილი ახლა. არ იყო ხაბეიშვილი, ის იყო თავარი
მე დროში ამ აქციაზე. ხაბეიშვილი იყო გახმოვანებელი დავარქვა. მე დროში მოდი დავარქვა. რა ვიცი, კიდე მე დროში დავარქვა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ის იყო, ის აწყვობდა პირადად. ეს არის საერთო რაღაცა. მაგრამ ყველაზე დიდ, ასე ვთქვათ, მობილიზაციას ისაკეთებდა თავისი გამოსვლით. სხვა რამეს აბსოლუტურად იდეაში. ოპოზიცია მოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს ჰიბრიდულ რეჟიმში. კარგად, ცუდად, შეცდომით, არასწორით, მაგრამ ეს მოქმედების ლოგიკა ეს არის, არ მოქმედებს დიქტატურის პირობებში, როგორც უნდა მოქმედებს. ჩემი აზრით, ოპოზიცია. მაგრამ ამბობსო დიქტატურა. ჩემი აზრით, ერთი აზრით, სიტუაცია შეთანხმება ოპოზიცია მოქმედებს საერთოდ არარელევანტურია, იმიტომ რომ რას მოქმედებს ოპოზიცია მე ვერაფერს ვერ ვხედავ. ოპოზიცია რამეს მოქმედებს საერთოდ, რამეს მოქმედება შეუძლია, რამეს რომ მოქმედებდეს, მაშინ ერთიანი უნდა იყოს. ანუ როგორ შეიძლება რაღაცას ერთიანი სხეული მოქმედებდეს, თუ ის ერთიანი არ არის, ხო? ანუ ერთიანი არ არის, ვერ არის, შესაბამისად ოპოზიცია ვერ მოქმედებს. ვერ მოქმედებს. ხო და აი ვერ მოქმედებს ის ჰიბრიდულ რეჟიმის შესაბამისად. ორი აგერ არჩევნებში გარბის, იმ ორიდან ერთი იძახის რომ თურმე შეცდომა იყო იმისა, რა ქვია, პარლამენტის დატოვება და ხვალ შეიძლება პარლამენტში შებრუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ მის დაჭერას აპირებენ 18 წლიანი მუხლი აქვს მიყენებული და ბერლინშია გაქცეული. მეორე აგერ ლელო არჩევნებში აუჩა მისი პარტიის წევრები ამას მაინც არა ვარჯევდივართ ხო და ნუ რადგან დაიწყეს საუბარი არაფერი არ გამოიწვია ჩვენ ხوار დავიწყეს თვითონ დაიწყო საუბარი ნუ ჩემი აზრით ძალიან არასწორი ხო მეორე ნაწილი აგერ არის და რაღაც ნაწილი იძახის რომ 4-ში უნდა დავიწყოთ და დავამთავროთო და ხალხს მობილიზაციის რევოლუციისკენ მოუწოდებს მესამე ნაწილი რუიანი იძახის რომ ჩვენ რა ვიცით რა ხდება არა ვართ ვაგის ორგანიზატორი და საერთოდ გამიჯნულები არიან და ასე შემდეგ და თვითონ მათ რო ეკითხებია რუიანს ხალხი ამ რუიანში შემოვალ პარტიებს თქვენ რაც გვთავაზობთო ისინი ამბობენ რომ აი პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი ეს მარშებით ვიაროთ წინ და უკან და ბოლოს რაღაცა იქნება ეს რა შეთავაზებაა საერთოდ რაღაცა იქნება აი ასე არეულ აბომაში არის რა ქვია ეს ყველაფერი სიტუაცია ანუ ოპოზიცია ვერ მოქმედებს ეგ არის პრობლემა დავით ანუ ის კი არა რომ ოპოზიცია ასე მოქმედებს, სწორად მოქმედებს, არასწორად მოქმედებს, საერთოდ ვერ მოქმედებს. ანუ ვერ მოქმედებს, აი რას მოქმედებს? დადიან რუსთაველს კეთავენ. არა, ეგ ოპოზიცია არ არის, ოპოზიცია არ არის. ეგ არის ადამიანები, სასამართლო პროცესი. ეგ არის ადამიანები, ვინც ეგ არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ საკუთარ თავს ვერ აძლევს იმის უფლებას, რომ ამ სიტუაციაში სახლში დაჯდეს. ანუ აი საკუთარი სინდისის თხოვს ამ ადამიანებს, რომ ამ სიტუაციაში სახლში ვერ დაჯდეს. და ყოველდღე მიდიან და დადიან. ხო, აბა ის ხო არ არის ორგანიზებული აქცია დათო. ძალიანაც ორგანიზებული აქცია. არა, ხო, ყველა მიდის ეს არის რამდენიმე ეს ხალხი არის დღეს ოპოზიციური განწყობების მთავარი გამომხატველი მეთქი. მაგას ვამბობ. ესენი გამომხატავენ პოლიტიკური პარტიები არა, მაგრამ რა ისეთი ორგანიზებული, პარტიულად ორგანიზებული არ არის, მაგრამ იცნობენ ერთმანეთს, რაღაცა ჩატები აქვს, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს, რაღაც აქციებს აწყობენ. მოგეთ მოქმედებს ეს ხალხი რა. ხო, აქტივისტები. ჩვენ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ. პოლიტიკაა ესეც. აბა პოლიტიკოსები არ არიან ისინი. ნუ ხაბარ არიან, ხა რეალურად აქტივისტები არიან. თვითონ არიციან, მაგრამ რეალურად არიან. ხო, შეიძლება. აბა ხო ვინ არის? აქტივისტები არიან, აქტივისტები. აბა ხო ისინი აბზარაკეთებენ. მაგას ვიძახი, რომ ოპოზიცია ჩვენ საერთოდ ყავს ოპოზიცია როგორც ასეთი ერთიანი სხეული ჩვენ არ გვყავს. ამიტომაც ჩემი აზრით ყველაზე სწორი იქნებოდა ეს აქტივისტებიც რომელიც უკვე პოლიტიკაში არიან თავიდან ფეხებამდე გადაშვებული და რეალურად პოლიტიკური პროცესი მათ მიყავთ და ისინი არიან ასე კატალიზატორებია პოლიტიკური პროცესით ეს პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც რაღაცა სადღაც დაელაპარაკონ ერთმანეთს და რაღაცას ჩამოყალიბდნენ უნდა ერთიანი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა ის მაგალითად ჩემი აზრით ძალიან არ შეუძლიათ. არა. აი წარმოიდგინე ხა ეს რუიანი ხო შეთქვა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა იძახის რომ იმ რუიანში ვარ თუ არ ვიციო. აი რუიანი ხო თვითონ გაგეშვა. ერთი ფეხით არიან და მეორე ფეხით არ არიან. აი წარმოიდგინე ნუ რა ხდება ის კი არა თვითონ პარტიებში ნაციონალური მოძრაობა რამდენად ნაწილად დაიშალა. ნაციონალური მოძრაობა დაიშალა და გამოეყო პარტია ის პარტია მე ცალკე დაიშალა, კიდე ევროპული საქართველოს 3-ჯერ დაიშალა. გირჩი 4-ჯერ დაიშალა. ჯერ იაგო და ის გამოეყო, ჯერ პალიკო კუბლაშვილი და გოგა ხაჩე გამოეყო, მერე იაგო გამოეყო, ჯაფარასთან ორი კაცი იყო და ის ორი კაციც გამოეყო, ჩელე და ის. ანუ აი წარმოიდგინე ხა და რა ერთიანობაზე უნდა ელაპარაკონ ამ ადამიანებმა და ამ რუიანი კი ქვია, მაგრამ 7 პარტია ყოფილი ნაციონალური მოძრაობა, იმდენაწილად არის დაშლილი. ერთი თავისუფალების მოედანი არის არანაციური წარმოშობის იმ რუიანში, თორემ დანარჩენი ნაცები არიან ყველანი, ხო? რა პარტიის წარმომადგენელი ვეყოლებია ერთ-ერთის და კითხოთ ახლა.
ხო, არა, ვიდრე მაგაზე გადავართ, აუცილებლად მინდა შალვა პაპუაშვილის მე მგონი შალვა პაპუაშვილის განცხადება საიკითხავდი ეს თემა რომ რაღაცნაირად მოამრგვალო. მე მგონი ის რომ ეს პროტესტი ამდენი ხანი ძედება ძალიან უწყობს ამას თვითონ ხელისუფლება და მათი ქმედები. ესე რომ გაჩერებული იყვნენ ხელისუფლება გაჩერდეს უბრალოდ. არა, გაჩერება აღარ უშველთ, ეხლა ეს ხალხი ვინც არის მასზე გაბრაზდება, რამე რომ გამოსწორებისკენ გადაედგა. ხო, მაგას ვამბობ რა. გამოეშვათ ვიღაცები, რაღაცა კანონი გაუქმებიათ 1-2. საერთოდ მთავრდებოდა, მე მგონი ყველაფერი, მაგრამ პირიქით ჩვენია ყველაფერი. ამღვივებენ თვითონ. კი ბატონო, ხო და შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება მინდა წავიკითხო აუცილებლად. საბჭოთა კავშირის გამას პირველად არ ამბობს. არა, ამდენჯერ იტყვის, იმდენჯერ პასუხი და გავცეთ ჩემზე. საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი. ანუ ეს რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირს ადარებენ. ახლა ეს პირველი ჯერ არ მინდა იცი კითხო დათო, შენ ხო ეროვნული მოძრაობა გახსოვს და იმ დროსაც აქტიური იყავი და მონაწილეობდი ასე შემდეგ და ეს ვამბობს რომ თავი დავიხსენითო თვითონ სად იყო ხა მაშინ მაგრამ რომ ყოფილიყო მინდა კითხო შალვა პაპუაშვილი შენაზე სად იქნებოდა ეროვნული მოძრაობის დროს შალვა პაპუაშვილი პოლიტიკაში ყოფილიყო სად იქნებოდა პირადად ჩემი აბა სამე კონკავშირის კონკავშირის შალვა პაპუაშვილის აი სახეზე ეტყობა რომ ეროვნული მოძრაობის დროს იქნებოდა კომუნისტურ პარტიაში შევიდოდა პირიქით ეს კაცი გვეუბნება რომ ჩვენ რო დავიხსენითო თავიო საბჭოთა კავშირისგან. არა, ნუ ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ხა შეიძლება დაიჯეროს ვინც არაფერი არ იცის, საერთოდ არც ევროკავშირზე არ აქვს წარმოდგენა, არც საბჭოთა კავშირზე ხელისუფლების მხრიდან ამის ასეთი პარალელები. ეს არის ელემენტარულად უზნეობა. აი ტყუილი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, ვითომ ეხლა ეს ევროკავშირი, ჯეთი ევროკავშირი სახელმწიფო არ არის ეს და რა ბრიუსელი ამ მოსკოვი ახლა. აი რა ქვია, ევროკავშირი სანქციებს ვერ გვიწესებს. იმი ვერ უწესებს უბრალოდ ჩვენ არა მართლ ძალას და ქართულ ოცნებას ვერ უწესებს სანქციებს იმიტომ რომ ერთი ქვეყანა უნგრეთი ბლოკავს ერთი ქვეყანა ბლოკავს ანუ 27 არის თანახმაო თუ ხო რამდენიც არიან და ერთი ბლოკავს თუ ორი მე მგონი სლოვაკეთის ბლოკავს მოკლედ ერთი ან ორი რომ დაბლოკავს ვეღარ გიწესებს აი შეხა საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვი რომ ამის გადაწყვეტდა შეგეძლო მისი დაბლოკვა არა მოსკოვი რომ მოსკოვი რომ ამის გადაწყვეტდა მაგალითად რომ იმისთვის რა ქვია ბიჭო მაგრამ ალბანეთში ჯარები შეეყვანა დისერტაციას ვერ დაიცავდი მოსკოვით ვერ დაიწავდი ასე ლაპარაკობ აი წარმოგიდგენთ როგორ ასეთი უსინდისო როგორ უნდა იყოს საბჭოთა კავშირში შეადარო საბჭოთა კავშირმა დაგიპყრო და იქიდან შენ თავს ვერ დაიხსნიდი მიუხედავად იმისა რომ კონსტიტუციაში ეწერა რომ შენ გავს უბრალოდ თავს ვერ დაიხსნიდი და ევროკავშირი შენ თვითონ ეხვეწები მიმიღეო ევროკავშირი გეუბნება თუ უნდა მიგიღო მაშინ ეს პირობები შეასრულე ეს პირობა აი ეს როგორ ატარებ არა თითქოს ზინი გითრევენ ანუ კავშირს სადაც ერთ სახელმწიფო შეუძლია დაბლოკოს ყველაზე პატარა ქვეყანასაც კი დაბლოკოს გადაწყვეტილება ადარებს შენ მოსკოვიდან მართულ ცენტრალურ დიქტატურას ევროკავშირი არის დამოუკიდებელი სუვერენი სახელმწიფო და გაერთიანება რომელთაც რაღაც უფლებამოსილებები კი აქვს გადაცემული ბრიუსელისთვის ანუ ერთიანი რაღაც ორგანოსთვის მაგრამ არის რაღაცა სავალდებულო რაც უნდა შეასრულა მაგრამ ეს არის კონსენსუსის საფუძველი. ყველა დანახმარული. ხო და გასვლა თუ გინდა გახვალა ბრიტანეთი გავიდა. თუ გინდა გასვლა ახლა მაგაზე კალთებს არავინ არ დაგახევს. მაგალითად ერთი მაყურებელი წერს და მოდი უპასუხოთ ამასაც მოკლეს ლაშა ჟვანიოვთებს ბატონო მერაბ დაშვების დონეზე უშვებთ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ღარიბაშვილი, გომელაური, ლილულაშვილის იმედი კონდეთ. ციხეში გინდა ტყვა ყოველთვისო. მე უშვებ მაგალითად და რა კუთხით უშვებ. იცი ხო იმით არა რომ ისინი გამოვლენ და აქციაზე გამოჩნდებიან. ამ ინფორმაციებს, რასაც აძლევდნენ ხაბეიშვილს, ფაქტია, რომ ესენი აძლევდნენ, ხო? შეგით რა ხდება? ერამდენად ფაქტია ვერ მე არ ვიცი ახლა სხვას ვის უნდა მიეცა ასეთი ზუსტი ინფორმაცია, ხო, ყველაფერი გამართლდა, რასაც ეს კაცი ამბობდა. არსებობს ასეთი მოსაზრება და მინიშნებებსაც აკეთებენ ეს ხალხი, რომ ამ ხალხს ლილუაშვილს და სხვებს რაღაც კადრები აქვს სუსიდან წამოღებული, რომელიც შეიძლება 4 ოქტომბრის წინ გაავრცელონ, ისე როგორც 2012 წლის არჩევნების წინ ბიძინ გაავრცელეს ციხის კადრები. რაღაც ასეთი კადრები შეიძლება გავრცელდეს 4 ოქტომბრის წინ და ამა გამოიწვიოს დიდი მღელვარება. ნუ ასეთი ვერსიაც მსმენია. არა, ეგ მსმენია, მაგრამ ხო, არსებობს რამე კადრები, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს თუ არ არსებობს, ვერ გეტყვით, მაგრამ წესით ახლა ლილუაშვილს უნდა კონდეს ყველაფერი, ხო? სუსის უფროსი ყვანა. თუ რამეა, მაგათ უნდა კონდეთ. მაგათ უნდა კონდეთ. ამიტომ ხო, თეორიულად ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ. არ ვიცი, ახლა მაგით ცოტა მეეჭვება, მე გამბავი. იმიტომ რომ მაგათ შეუძლიათ რა გააკეთო. თუ აქვთ ხელაგავლენა
ძალოვან სტრუქტურებზე, რომ ძალოვანი სტრუქტურებმა უარი თქვან დაუშვათ რაღაცა წინააღმდეგობის გაწევაზე. ყველაზე მარტივი გზა არის, რომ შენ თუ გაქარმე კომპრომატები ამ ხელისუფლებაზე რაღაც საშინელი კადრები გაქვს. ეს კადრები გამოაგდო. რა ვიცი, რა წარმოიდგენ ახლა რა გამოაგდებენ, მაგრამ რა ვიცი ახლა. ეგ არ ვიცი რა კადრები შეიძლება გქონდეს. არ უნდა იყოს ისეთი რაც გაგვიგვირდა. არ ვიცი, შეიძლება ვერც წარმოვიდგინოთ მე და შენ ახლა ეგ ამბავ. ხო, აგერ წარმოიდგენდი ვიღაცა 700 კანიბალიზმითაა დაკავებული მაგის კადრები თუ მაგა, არ ვიცი ახლა და სხვა რა უნდა იყოს. 700 მილიონს რო ვიღაცა აკეთებდა წარმოიდგენდი. ეს ერთად ფანტასტიკაა რაღაცა 700 მილიონის ამბავი კიდე. 700 მილიონი ევრო კიდე არაფერი არ არის. რუბლებში რო გადაიყვან, რუბლების შემდგომ კონდატო. 53 მილიარდი რუბლი არის. წარმოიდგინე, რამდენს იწონის 53 მილიარდი რუბლის ისა კუპიურები. ძალიან ბევრია, ეს მთელი ის უნდა 7 მილიონის კუპიურები, რამდენიმე ტონას იწონის 53 მილიარდი წარმოიდგინე. საქმის კურსი არ არის ეროვნული ბანკის, სუსის ეროვნული საქმის კურსი არ არის და არავინ. ეხლა აქ რაღაცა მთელი კოლონა მოდის ბანკებში. შეიძლება ისეთი რაღაც აღმოჩნდეს, რასაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდება პარტია ახლების წევრი ანა გოგოლაძე, კოალიციის ცვლილებებისთვის და მას ერთად ვისაუბრებთ, რას აპირებს ოპოზიცია ზოგადად. მაშას ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ანა გოგოლაძე, კოალიციის ცვლილებებისთვის წევრი, თბილისის საგრებულოს წევრი. მოგესალმებით, ანა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ პირველ ბლოკში რბილად რო ვთქვათ, გავაკრიტიკეთ ოპოზიცია, ეს რბილად რო ვთქვათ. გისმენდით. ფაქტობრივად მე ვამტკიცებ, რომ ოპოზიცია ვერაფერსაც ვერ მოქმედებს. არ არსებობს რაღაცა რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია მოქმედებს. იმიტომ რომ ძალიან დაქსაქსული, ძალიან სხვადასხვა მხარეს გაფანტული, ერთმანეთის რაღაც ჯიმში ჩამდგარი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ეს თქვენ რუიანში კი ხართ, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხო, ამ რუიანში რაღაც ერთი პარტია ის 4 ოქტომბერს აანონსებს და ხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობა. თქვენი პარტიის რამდენიმე წევრიც აქტიურად არის ჩართული, ერთი მაგალითად დაიჭირეს სპორტაზოდება და გამოუშვეს. ნუ მოკლედ, ყველა რაღაცა სხვადასხვა მხარეს ეკაჩება. შენ პირადად საითხარ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მესმის ის გულისტკივილი, რაც შეიძლება ოპოზიციის ქმედებებს უკავშირდებოდეს, მაგრამ აქ ყოველთვის აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოვახდინოთ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების დივერსიფიცირებაც. რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არიან პროდასავლური პარტიები და თქვენ ახსენეთ რუიანი და მათ შორის არის ჩვენი კოალიცია და ჩვენი პარტია. რომელიც დღიდან 27 ოქტომბრისა, 26 ოქტომბერში შეიძლება გასული წლის ჩავთვალოთ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ კონკრეტული გზა და ხედვა, რაც გვესახებოდა რეალურად რეჟიმთან ბრძოლის და რეჟიმის დამარცხების ერთ-ერთ ფორმულად და დღემდე ძალიან ბევრი რამის ფასად ეს და მივდივართ აქამდე, ხო, ეს არის არ თანამშრომლობის ფორმულა, არ აღიარების ფორმულა და პროცესების ნორმალიზების არა ნორმალიზების, ხო, ნორმალიზება რო არ მოვახდინოთ და ხელი რო არ შევუწყოთ ამ პროცესს და ჩვენ ამ პროცესში საკმაოდ დიდი ფასი გადავიხადეთ. რა არის ახლა ეს ფასი ჩვენი მხრიდან, ხო? ჩვენი კოალიციის 4-ვე ლიდერი არის ივანიშვილის საპატიმროში. ჩვენ უარი ვთქვით მანდატებზე, შესაბამისად უარი ვთქვით დაფინანსებაზე, უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებში შესულაზე და შესაბამისად რეგიონებში რას აკეთებთ გავიგე, რას აკეთებთ. ხო, და ეს მაგრამ ჩვენ მოგხარშოთ ახლა იმავე ქვაფში, სადაც ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ თავისი არაპრინციპულობით და თავისი არათანმიმდევრულობით იხარშებიან ლელოს და გახარიას პარტია, რომლებიც 6 თვის წინ ამბობდნენ და რომ ივანიშვილის რეჟიმთან არის თანამშრომლებდნენ და თვითმმართველობის არჩევნებში ლეღვის ფოთლები არ იქნებოდნენ, ეგრეთ წოდებული ციტირებ მათ ლიდერებს მხოლოდ და მხოლოდ, ხო? ეს არ არის ჩემი ფორმულირება და 6 თვის შემდეგ უყურებთ აბსოლუტურად არათანმიმდევრულობის, არაგულწრფელობის და უპრინციპო მაგარით. იმასთან ერთად ჩვენ ვერ მოვიხარშებით, იმიტომ ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ ჩვენი ლიდერების თავისუფლების, ფინანსური თუ არაფინანსური, მატერიალური რესურსების სახით, ხო? და შესაბამისად ჩვენთვის არ არის მისაღები მსგავსი ფორმულირება, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ემსახურება ოპოზიციის დისკრედიტაციას და პროდასავლური პარტიების დისკრედიტაციას, მაშინ, როდესაც ამ პროდასავლური პარტიების სპექტრზე, ვინც არიან ამ ბრძოლის ავანგარდში, ისევ ემსახურებიან ხო, მისდევენ თავიანთ ფორმულას და ერთ ვიტყვი კიდევ. ოპოზიცია რას აკეთებს? აქამდე რომ მოვედით. აი, თქვენ გახსენდებათ მე რა, მაგალითად, რომელიმე ჩვენი დასავლელი პარტნიორის
ხო, სტრატეგიული პარტნიორის აღიარების ან თანამშრომლობის რაიმე ფორმატი, რომელიც მაგალითად 27 ოქტომბრიდან დღემდე შედგა ქართული ოცნების მთავრობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაგალითად რაღაცა ფორმატში, ხო? მე ესეთი არაფერი არ მახსენდება. გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ხო, საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებული შესწორების აქტი, რომელმაც რუსულ კოშმარად აღიარა ამ დეკლარირებით, ხო? ქართული ოცნება კიდევ ერთხელ და სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ამერიკის მთავრობის საჯარო მოხელეს თუ მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის ფინანსური თანამშრომლობის შესაძლებლობაც კი არ ექნება ქართულ ოცნებასთან. ეს ყველაფერი მოიტანა იმ პროდასავლური პარტიების პრინციპულობამ და სწორმა პოზიციონირებამ, რაც გულისხმობდა არ აღიარებას და ლეგიტიმაციის არ მიცემას რეჟიმისათვის, სადამდეც მოვედით ცხენდე. შეიძლება კითხოთ ძალსახად. აი დაუშვათ გახარიას და ლეოსთან დაკავშირებით ესეთი კითხვა მექნებოდა ხა. თქვენ კი ამბობთ, რომ ისინი ასე ვთქვათ, რაღაცა კოლაბორაციონისტები არიან და ვთქვათ, გადაუხვიეს სწორი ბრძოლის გზას და რეჟიმთან თანამშრომლობაში შედიან. ხა მათ რო კითხოთ და ისინი მათ წარმომადგენლები რო ყავდეს, ისინი იტყოდნენ, რომ არა, ისინი არიან ბრძოლაში შესული და თქვენ ხართ ფაქტობრივად ასე ვთქვათ, მოქმედოთ. ოცნების ინტერესებზე ასხამთ სისხლზე ასხამთ წყალს, მაგრამ დავანებოთ ამას თავი ხა ვირა სიტყვის. ხა ფაქტია, რომ ამ ორივე პარტიას, კახარიასაც და ლელოსაც, არჩევნებში აქვს რაღაც პროცენტი აღებული, არ ვიღაცამ ხარი დაუჭირეს. შესაძლოა იმის გამო, რომ მათი პოზიცია დღეს უფრო არაპოპულარულია ოპოზიციურ საზოგადოებაში, კერძოდ არჩევნებთან დაკავშირებით, შეუმცირდათ ეს ხარდაჭერა, მაგრამ რაღაცა ხარდაჭერა ხო ეკნებათ მაინც. ამ მონაწილეებს. ამ შემთხვევაში მე უფრო მაინტერესებს ეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აღლეჩვას ხო არ უწყობს ხელს ეს დაპირისპირება მუდმივი. უბრალოდ რა იგნორირებას რო ახდენდეთ ერთმანეთის კიდევ ეს უფრო საგები იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ აი ეს მუდმივი კრიტიკა რაღაცნაირად უფრო ნიჰილებს ხო არ გააღვივებს იმ საზოგადოებაში, რომელიც არ არის ხელ შეიძლება საბოლოოდ ჩამოყალიბებული და არა აქვს ასე კაფიო პრეფერენციები პარტიული. და მეორე კითხვა ასევე იგივე ნაციონალური მოძრაობის აი ეს რომელიც დიდი ნაწილი და აი ეს რაღაცა მოძრაობა როა რუსთაველის გამზირი, პატა მორჭულაძის და იმის აი დაანონსებულ 4 ოქტომბრის აქციას. აი თქვენი პოზიცია, რამდენიც ვიცით, თქვენი პარტიის და აი გაერთიანების პოზიცია არეთ იყო, რომ არ ეთანხმება ამ 4 ოქტომბრის რაღაცა ხელისუფლების დამთავრების რაღაც იდეას. მაინც ეგ ფორმულირება არ გვაქვს, მაგრამ მე პოზიცია ეგ ფორმულირება. და აი მაშინ როგორი გახარი და აი ეს ხო არ უწყობს ყველაფერი რაღაცა დაბნეულობას ამ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში. კი ბატონო, დავიწყოთ ლელოთი და გახარიათი, ხომ რეალურად და გაყვეს თუ არა და გახლიჩეს თუ არა, მათ და როლი ითამაშეს თუ არა, მაგალითად გაუგებრობაში აი ეს ოპოზიციური ამომრჩეველი სპექტრში რომ რაღაცა ტიპის გაურკვევლობა ჩამოწოლილიყო და ასე შემდეგ. კი, ნამდვილად ეს გააკეთეს და ზუსტად როდესაც ვამბობთ, რომ ისინი რაღაცა ტიპის სისტემურ ოპოზიციად იქცევიან, ისინი რაღაცა ფორმით ნორმალიზებას ახდენენ ივანიშვილის რეჟიმის, ისინი რაღაცა ფორმით აი ამ თავიანთი მავნებლური გადაწყვეტილებით და ეგოცენტრული და ვიწრო პარტიული გადაწყვეტილებით ხომ რეალურად და არა ეს არ არის საჯარო ინტერესებს არ იმსახურება თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესვლა. ეგ არის გამორიცხული ამბავი რეალურად. ნამდვილად გაყვეს რაღაც გაუგებრობა ჩამოწვა, მათ შორის შეიძლება ნამდვილად ოპოზიციურ ამომრჩევლებში, იმიტომ ერთის მხრივ ისინი უმტკიცებენ ოპოზიციურ ამომრჩევლებს, რომ რაღაცის გამოგლეჯვა არის შესაძლებელი და ჩვენ აქეთ ვამბობთ, რომ არა. უბრალოდ ეს არის არათანმიმდევრულობის და არაპრინციპულობის ძალიან ძიმე იმიტომ, რომ ისინი ერთ დროს იყვნენ ბრძოლის ხარჯში, მაგალითად, რატო თუ დათმეს თავის დროზე საპარლამენტო მანდატები რაღაცას ერთმანეთისგან ასე გამიჯნულა, თქვა არჩევნებში მონაწილეობას თუ დაუშვათ რაღაც მეორე ხარი რო ჩათვალოთ, სიტყვაზე ვამბობ რაღაცა მეორე ხარისხოვან ამბავად და აქცენტი ბრძოლაზე გააკეთოთ და თქვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თავისთავად მონაწილეობის ფაქტს ჯებიას. კი, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რაიმე ფორმით მიიღოს მათ შორის ოპოზიციური პარტიებისგან აღიარება და ნორმალიზება. ჩვენ რო იმას ვიძახდით 26 ოქტომბერს გამოვედით და მარტო ჩვენ არ ვიძახით. ეუთო ოდირის დასკვნად საკმაოდ მძიმე იყო, ხომ? და ის არაღიარების მთელი კასკადი, რაც საერთაშორისო პარტნიორებისგან არის. ხო, კი, ამას აღარ უნდა გარჩევა. ხო, აი ზუსტად მაგას რო ვიძახით, რომ და აი ამას დავამთავრებ. თქვენ დამოკიდებულება კი, უბრალოდ კი, მინდა რომ დავასრულო ეს ამბავი და ამას ვიძახდით, რომ არჩევნები ყალბდება ამ ქვეყანაში და წინასწარი კალკულაცია არსებობს. კობახიძე გამოდის და იძახის თითოეულ საკრებულოში რამდენი წარმომადგენელი ექნება და შენ შედიხარ ამ დროს და 2 და 1 მანდატისთვის იბრძვი, მაგალითად 40%-ში მერობის კანდიდატი არ ყავს დაყენებული. 3000 უბნიდან ეს ჩვეულებრივი ამბავია, ვერ დააყენებს ყველგან.
მაშინ რა ხდება მოსახლეობას? ხო, მაშინ ნახეთ რა არის ამბავი. აი აქ არის პრობლემა. მე რო გახდით საკრებულოს წევრი 2021-ში ხო? მაშინ ყველგან ჰქონდათ ოპოზიციურ წარმომადგენლებს, ყველგან ყავდათ მერობის კანდიდატები, ყველგან ყავდათ მაჟორიტარების წარმომადგენლები. ნახევარზე მეტი მაჟორიტარების დაუკომპლექტებელი ყავთ. 3000 უბანი არის, 3000 უბანზე მეტი არის და წარმომადგენლები ნახევარზე მეტში არ ყავთ და 40%-ში მერობის კანდიდატი არ ყავდა. მაშინ რას პირდებიან რომ ოპოზიციური ამორჩევლები? ეს თვითმმართველობის არჩევნები აქ არ მახსოვს ოპოზიციას ცვლილებისთვის თუ იბრძვიან და კანდიდატები არ ყავთ ტექნიკურად არის ძნელი რას ცვლიან კანდიდატი თუ არ ყავთ რომ აი 24 მუნიციპალიტეტში რას ცვლიან ოპოზიციური ამორჩევლები მე არ გიგამათებით მაგაზე ამ შემთხვევაში ცალსახად და შესაბამისად მთელი პრობლემა ამ ყველაფერში არის ის რომ შენ იცი მანდატი დათმე არ შეხვედი პარლამენტში არავინ არ აღიარებს ქართულ ოცნებას და აი მასთან შედიხარ რაღაცა ფარში იღებ მონაწილეობას ამიტომ არის მათი პოზიციონირება მავნებლური აბსოლუტურად მავნებლური და 2-3 მანდატს რო აიღებენ მე რის გაკეთებას აპირებენ 21 საკრებულოს წევრი ვიყავით თბილისის მერაბს ემახსოვრება 21 წევრი ვიყავით 50 წევრიდან და 21-მა ოპოზიციონერმა ვერაფერი ვერ შეუცვალეთ და ალბათ 5 საკითხი მოიძებნება მთელი 1000-ობით საკითხში რომლის შეჩერება შეუძლებელია და 2 და 3 საკრებულოს წევრი რას აპირებენ? შესულს აპირებენ, მე ქართული ოცნების მერაბს. და რისთვის იღებენ მონაწილეობას და რისთვის შემოაქვთ ეს გაუგებრობა? აუცილებლად. 4 ოქტომბრის ამბავს რა შეეხება? 4 ოქტომბრის. არც იკითხავთ, არც აკეთებთ. ხო, ერთ დავაზუსტებ მურთაზოდელავა არ არის ჩვენი პარტიის წევრი, ერთ პერიოდი ასოცირდებოდა პარტიასთან, მაგრამ მურთაზი არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი არის, დიახ, ნამდვილად, ჩვენი მეგობარი არის, მაგრამ პარტიას არ წარმოადგენს როგორც ესეთი. ჩვენი პარტიული პოზიცია რა არის და კოალიციის პოზიცია რა არის, რომ ჩვენ და ჩვენი პარტია მივიღებთ ყველა იმ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ემსახურება ქართული ოცნების დელეგიტიმაციას, დელეგიტიმაცია ხმამაღალი ნათქვამია, დელეგიტიმაცია რომ მოხდეს რაღაც ლეგიტიმაცია უნდა ქონდეს მთავრობას, ხო? და ყველა იმ პროცესში იღებს მონაწილეობას, რომელიც რაღაცა ფორმით წინააღმდეგობას წევს და ახალი ბრძოლის ხაზს აჩენს, ან ბრძოლის უკვე არსებულ ბრძოლის ხაზს ამაგრებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად 13 სექტემბერი, ხო? რა დროსაც გაიმართა მარში უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით 27 სექტემბრის მარში, რომელიც ასევე იგეგმება. 4 ოქტომბერი თუ არ აღმოჩნდება საკმარისი, 5, 7, 8 ოქტომბერი ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ყველგან ჩვენი ფორმულა არის ქუჩის პროტესტების გაძლიერება, არ თანამშრომლობა და პროცესის ნორმალიზების პროცესში, ქართული ოცნებისთვის ნორმალიზების პროცესში ყველა ფორმით ხელი შესრულება. უბრალოდ აი ეს 4 ოქტომბერს 4 საათზე რომ 4 საათზე ვიკრიბებით და 8 საათზე ვამთავრებთ, ხომ? მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანებს ამდენი წლის განმავლობაში გამოვლილი აქვთ ძალიან დიდი ბრძოლის პროცესი, ხო? ძალიან ბევრი ნიჰილიზმი გვახსოვს ჩვენ და ესე წინასწარ დაკიდებული აქციები და დადებული დაპირება, რომ 8-ში დამთავრდება, 9-ში დამთავრდება, 7 საათზე დამთავრდება თუ 9 საათზე. შესაბამისად, ჩვენთვის ვორდინგი და ეს დაპირება წინასაარჩევნოდ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ზედმეტ დაპირებას არ ვიძლეოდით და ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად. მაგრამ საბოლოო ჯამში მაგ თქვენი ტაქტიკით, რომ აი მოდი რაღაც ესე პროტესტი. ჩვენ იქ ვიქნებით მთელი პარტიი და მთელი კოალიცია. მინავლებისკენ წავიდა, ხო, რაღაცა და ამ ხალხმა შეძლო რომ ამ დაანონსებით რაღაცა გამოაცოცხლა თავიდან. დღის ეს რიგი შექმნა. თქვენ დღის ეს რიგი რა იყო იცით რომ მოდი ესე წინ და უკან ვისეირნოთ და რაღაცა მოხდება. არ იყო სეირნობა. ეგ არის. ნუ სეირნობა უტრირებ ახლა, მაგრამ ნუ აი მარშებით ვიაროთ, რაღაცა ვიაროთ მარშებით და მე ბოლოს რაღაცა მოხდება და ეგ უკეთესი დაპირებაა. ანუ ეს რუიანი არსებობდა ეს ოპოზიციური პარტიის ერთობა, ეს არსებობს ისევ რაღაცა 8 პარტიის შეთანხმებული იგივე 4 ოქტომბერთან შედარებით საერთო პოზიცია თუ აქ ყველა პარტიას თავის პოზიცია აქვს და როგორც უნდა ის. კი ბატონო, 8 პროდასავლური პარტიის გაერთიანების ამოცანა ერთადერთი ამოცანა ქონდა, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინა ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ერთიანი ყოფილიყო პროდასავლური პარტიების პოზიციონირება და ეჩვენებინა, რომ ამ ქვეყანაში ის პროდასავლური პარტიები არიან უმრავლესობაში, ვინც თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას და ეს არის უმრავლესობა და ლელო და კახარი არიან ის უმცირესობა, რომელიც ძალიან მავნებულ პროცესში შედიან ქართული ოცნების სასარგებლოდ რეალურად, ხო? შესაბამისად, ამ 8 პარტიის ფორმატში ჩვენ არ გვაქვს 4 ოქტომბერთან მიმართებაში რაიმე ერთიანი პოზიციონირება. ჩვენ და ჩვენი კოალიცია ვამბობთ და ვერ დაგეთანხმებით მე რომ წინ და უკან ვისეირნოთ ამ პროცესში. ხო, მარშებს თავაზობთ, გავიგებთ რომ რაღაცა კვირაში ერთხელ რაღაც ერთ მარში დავგეგმოთ, ის მარში დავგეგმოთ და
მე რაღაცა იქნება. და ვინ არჩევნებს ძალიან პრინციპულ პოზიციას? ოთხივე ლიდერი. მე რაღაცა იქნება რო არის. რა უნდა მოიტანოს აი ამ ვიღებთ მონაწილეობას, ან ისი არ მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, რომ თითქოს ჩვენ რაიმე ფორმით ვემიჯნებით 4 ოქტომბრის აქციას და ხო, არ ვემიჯნებით, უბრალოდ ჩვენ არ ვართ ამ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დეტალებზე, რა არის მაგალითად ამ 4 ოქტომბრის განვითარების სცენარი და რას აპირებენ ორგანიზატორები, მაგრამ მთელი პარტიული ლიდერშიპი, ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლები, ამ მომრჩევლები, ვინც იზიარებენ 4 ოქტომბრის სულისკვეთებას და არ არსებობს დღეს იყო ოპოზიციური ამომრჩეველი და იყო ბრძოლის ხეში და 4 ოქტომბერს იქ არ იყო, აუცილებლად ვიქნებით იქ და ვიქნებით მთელი ჩართულობით და ძალისხმევით, როგორც ვიყავით სხვა ყველა შემთხვევაში. უბრალოდ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საორგანიზაციო ნაწილებზე ნამდვილად. საორგანიზაციო ნაწილზე რო არიღებთ, მაგრამ ხო მეც ეხა რაღაც მომენტში მე ხამუშობა ეს რომ გინდა თუ არა ამ დღეს რა საჭირო იყო მაგალითად საათების დათქმა და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ ის რომ ამ ადამიანმა ეს მინავლებული პროცესის რაღაც გამოცოცხლება ასე სადეს, იმიტომ რომ ხალხი რო ხვდებოდა ამ ხალხს, ვინც არიან ეხა იქ ორგანიზატორი ლევან ხაბეიშვილი იყო თუ ვინც იყო და სხვები, ეუბნებოდნენ რომ ეკითხებოდა რატო აღარ მოდიხართ აქციაზე, ისინი ეუბნებოდნენ რომ მოგბეს და ეს წინაუკასო ბრძოლაში დაგვიძახეთ. ვიღაცები ანუ ბრძოლისთვის არიან განწყობილად დაგვიძახეთ რომ რაღაცა და ანუ ალბათ შესთავაზეს ეს დღის წესრიგი. მოდით თუ მოხვალთ, ნუ ვიბრძოლოთ. არ დავიშალოთ ან რაღაცა. ეხლა ნუ რა თქმა უნდა მეც ვფიქრობ რომ ეხლა ეს რაღაცა საათების დათქმაზე ზედმეტი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ იმ რისკსაც ხო ხედავთ, მე რა უფრო შეიძლება ნიჰილიზმი მოხდეს ამას 4-ში რო ვერ დამთავრდეს და 8-ში დამთავრდეს. არ შემხედრია მაგალითად ადამიანი ვინც 4-ში მიდის აქციაზე იმ იმედით რომ 8 საათზე დამთავრდება ხელისუფლება. ყველა ხვდება, ყველა კარგად იაზრებს რომ ეს არის რაღაცა მუხტის ასაწევად გაკეთებული რაღაც ის შეთავაზება და ის რომ ეხა 4-ში თუ არ დამთავრდება, მაგრამ იმას ელოდებიან რომ დაგვიძახებენ, აღარ დავიშლებით. თქვათ ვიდღებით 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, თუ რამდენი საჭირო იქნება. რაც რთული ამბავია, კი ვეთანხმებით დათოს. მაგრამ ნუ ეხა თუ ეხა ოპოზიცია ამბობს რომ უნდა ვიბრძოლოთ, მაშინ რთულ ამბავსაც უნდა შეეჭიდოს. ხო, ეხლა მარტო სეიმნობა ხო არის? ჩვენ არც ერთ რთულ ამბავში არ დაგვეხევია უკან და უნდა იყოს ამ შემთხვევაში კონკრეტული წავიდეს ორი მოთხოვნა არის ძირითადი, ხო? რეალურად ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესი და ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხო, ჩვენ კოალიციას არასოდეს უკან არ დაუხევია და ამის ნათელი მაგალითი არის, რომ 4-ვე ლიდერი ჩვენი არის ციხეში და ყველაფერზე უარი გვაქვს ნათქვამი, რაც პარტიას სასიცოცხლოდ სჭირდება, ხო? რეალურად და არა მარტო პარტიის ლიდერები, არამედ ჩვენი წევრები არიან ციხეში და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, ხო? რეალურად და შესაბამისად ჩვენი კოალიციაზე ნამდვილად არ შეიძლება იმ ნარატივის გავრცობა და ლელოს და გახარიას გამოკლებით ალბათ არც ერთ პროდასავლურ პარტიებზე, რომ ისინი რამეს აკლებენ ამ ბრძოლაში. უბრალოდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ 4 ოქტომბერს თუ არ დასრულდება ეს ბრძოლა, 5-შიც უნდა გავაგრძელოთ, 6-ში, 7-შიც და 8-შიც რეალურად და ისე არ უნდა ვიპოზიციონიროთ, რომ მე ჩვენვე ძალიან დიდი ნიჰილიზმი გავაჩინოთ ოპოზიციურ ამომრჩეველში და შესაბამისად გვაქვს ის მიდგომა, რა მიდგომაც გვაქვს. ხო, ნუ კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების შენარჩუნების გზა? ანუ რაზე არა, ამ შემთხვევაში შენარჩუნებას გულისხმობ, რა გქონდეს, რაზე არიან ისინი თქვენი აზრით წამსვლელები? უნდა რომ არის ასეთი აზრი, რომ ყველაფერზე წამსვლელი. და ნუ აი თქვათ რას ფიქრობთ? აი ამ სიტუაციაზე, რაც დღეს არის იგივე შიგნით რაც ხდება ქართული ოცნების ეს ბოლო კითხვა იქნება, ხო? იქ რაღაც ერთმანეთს იჭერენ, ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ მაინც თავს ყარად გრძნობენ ამ ეტაპზე. ყარად გრძნობენ თუ არა, ეს ძალიან სუბიექტური შეგრძნების ამბავია რეალურად, ხო? სუბიექტური აღქმა არის შეგრძნება და მეორე არის ობიექტური რეალობა. თქვენ გახსენდებათ, არ ვიცი, ჩემზე დიდი ხანია ალბათ აკვირდებით პოლიტიკურ პროცესებს უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებაში, იმაზე დიდი გაუგებრობა, არეულობა, შიდა კლანური დაპირისპირება, რაღაცეების გაყოფა და ერთმანეთის დაკავება, ერთმანეთის აი წევრები ოდესმე დაუკავებიათ მაღალი თანამდებობის. ჩვენ ხო არ გვაქვს საუბარი და უკვე ნელ-ნელა ყოფილ პრემიერ-მინისტრამდე მიდიან, ორგზის პრემიერ-მინისტრამდე, ღარიბაშვილამდე მიდის, ხო ეს გზა. რეალურად იქ გომელაურამდე შეიძლება მივიდეს, თავდაცვის მინისტრი დააკავეს და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი არის რეალურად იმ პოლიტიკური გუნდის, რომელსაც აქვს შიგნით ძალიან დიდი გაუგებრობა და რომელიც არის დასუსტებული. ზოგადად ავტოკრატიული რეჟიმების მახასიათებელია, როდესაც ისინი ბოლოში გადიან და როდესაც რესურსები მცირდება ამ გუნდის შიგნით,
მთელი დავა მათ შორის ხომ არის რეალურად ფინანსური რესურსების ირგვლივ ატეხილი, რომ ვიღაცებს რაღაცები ქონდათ მისატანი, ხო ესე არის ამბავი გამოსული რეალურად და ვიღაცას 300 მილიონი, ვიღაცას 500 მილიონი, იქ რიჟუაძის ამბავი ზუსტად მაგ საკითხს უკავშირდებოდა, რომ გარკვეული თანხები, რომელიც მან ბიუჯეტიდან თუ ქვეყანაში ჩატრიალებული ფულიდან აიღო, ის არ მიუტანა მე ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად შემცირებული რესურსების ხარჯზე უკვე დაიწყეს ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთის დაჭმა. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი რეალურად. შესაბამისად, როდესაც ვიძახით, რომ აი რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, ეხლა ჩვენ რასაც უყურებთ, ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და არაფერს აბსოლუტურად ამ ქვეყნის განსავითარებლად. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ამ პროცესს ვადევნებთ თვალყურს, ხომ? მთელი სახელმწიფო რესურსი, ფინანსური რესურსიდან დაწყებული ადამიანური რესურსი დამთავრებული და პოლიციის ინსტიტუტი ამის ყველაზე კარგი მაგალითია, როდესაც ის დაუქვემდებარა პარტიულ ინტერესებს და არა სახელმწიფო ინტერესებს. ამისკენ არის მიმართული. შესაბამისად და არაერთი ინდიკატორი არსებობს, ხომ? აი ლევან ჯობავას საქმე დღეს ერთ-ერთი ბოლო საკითხი არის, ხომ? ბესიკის ქუჩაზე არასრულწლოვანი იარაღით რო დაადგა, ვითომ არასრულწლოვანი და ლევან ჯობავას წინააღმდეგ იწყებენ საქმის აღძვრას და თავდამსხმელი გაანთავისუფლეს, ვითომ სათამაშო თოფი ქონდა. შესაბამისად, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ აქეთ რა უნდა დავახვედროთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ თავი გადაირჩინოს. ერთის მხრივ ჩვენ ხედავთ საგარეო მიმართულებით არაღიარების მთელ კასკადს და არ თანამშრომლობის და ბრიტანეთის სანქციები, რომელიც დაეწია ორ ქართველს, ხო, ამ შემთხვევაში გუშინ საგარეო კომიტეტში მიღებული აქტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გვეხმარება და შიგნით შემთხვევით არ კითხე, ანუ რაზე არის წამსვლელი ქართული ოცნება. ანუ ასეთი რაღაცეებით ის ასე ვთქვათ, თავს იგზნობს რაღაც აუხერხულად შეწუხდებიან და წავლენ თუ ხო, ანუ ესეთი რაღაცა ხო მნიშვნელოვანია მათთვის. არ ამგონი ამაზე ისე მოქმედებდეს, რომ ხელსაყრელი შეიძლება პირიქით ახლა ჩვენ ვაბოლოთ და პირიქით უფრო მიდიან იმის ჩაკეტვისკენ, კონსოლიდირებისკენ და შეიძლება მართლა რუსეთს ღიად ჩაეხუტონ უკვე, ხო? არა, უკვე ჩახუტებულები არიან, მეტი ღია ჩახუტება. თვითონაც რო აღიარებენ ამას ვიძახი რა. ხო, მეტი ღია ჩახუტება არ ვიცი. ღია ჩახუტება არა, თვითონ რო იტყვია რომ აღარ გვინდა ევროპა. დღეს იძახიან რომ ევროპა გვინდა ჩვენს. არა, ხო და მე შეიძლება თქვა რომ ევროპა საერთოდ აღარ გვინდა. მაგათ თქვეს რომ ევროპა აღარ უნდა 28 ნოემბერს, როდესაც შეაჩერეს ევროკავშირთან. ევროპა პირდაპირ. ამ ეტაპზე შეიძლება მივიდნენ. არ ვიცი რა ხარისხის ქართული ოცნების ამომრჩეველი უნდა იყოს და წარმომადგენელი უნდა იყოს, რომ თვალი იმ დონეზე ქონდეს აბმული, რომ კიდევ ვერ ხვდებოდა ქვეყანა სადაი რეალურად და გეგონოს, რომ ქვეყანა სახელმწიფო უბრალოდ ქვეყანა არა, სახელმწიფო არსებობს ამ ქვეყანაში. შესაბამისად, მე რა წამსვლელები არიან ყველაფერზე, უბრალოდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აქეთ ამ ხარეს რას ვახვედრებთ ამ ხალხს და ამომრჩეველს, ხო რეალურად. ალტერნატივა, აი ზუსტად მანდ მივდივართ. აი მანდ ხედავთ თუ ქართველი ამომრჩეველი ნახავს ამ ქვეყანაში ბევრ ლელოსნაირ და გახარიასნაირ პარტიას, რომლებიც სამწუხაროდ კი, მე როგორც ამომრჩეველი, მე არ ვარგია კაი. ხო, მე როგორც მეორეს მხრივ ნახავს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ყველაფრის ფასად ინარჩუნებენ პრინციპულობას და თანმიმდევრულობას, აუცილებლად მათ რწმენა დღეს თუ დაკარგული აქვთ ამ ბრძოლაში და ნიჰილიზმი აქვთ შეპარული, აუცილებლად ეს რწმენა დაუბრუნდებათ. ნახოთ. იმედია. დიდი ანა გოგოლაძე იყო ჩვენი სტუმარი, კოალიციას ცვლილებების წევრი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე კვირამდე გემშვიდობებით, კვირას 8 საათზე გადაცემით პოლით ქალაქი დაგებრუნდებით.